ადამიანში ყველა მწოდეთ, რაც ნიშნავს ეს. მან პიროვნულად სწოდა და ჩვენ დაცემული ბუნება მივიღეთ და მე ვწოდეთ თუ ადამიანთან ერთად ვიყავით იქ დაცემის დროს და ჩვენს წოდეთ პიროვნულად. ამაზე ახლა ისეთი დისკუსია მიმდინარეობს. ხო, ესე რომ არის ორივე მოსაზრება არსებობს. მე გეტყვით ჩემ აზრს და უფრო მამებისაც ჩვენ ამაში იგულისხმება ის რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ადამიანის დაცემული ბუნება და ჩვენ პიროვნულად არ გვიწვდი. ეს მომდანილეობს ნეტარი ავგუსტინესაგან და მე მისი არასწორი ინტერპრეტაციიდან რომ ჩვენ თითქოს შევწოდეთ ადამიანში. არის ასეთი მოსაზრება, რასაც ზოგიერთი უჭერს მხარს, მაგრამ არა საყოველთაოდ ის მიღებულია რომ ჩვენი ბრალეულობა აქ არ არის. ჩვენი იურიდიული ასე ვთქვათ, წყალებში დანაშაული არ მეგვიწვის ის წინაშე. ჩვენ უბრალოდ მატარებელი ვართ იმ ცოდვით დაღდასმული სხეულისა, რომელიც ადამიანისაგან გადმოგვეცემ ჩვენ. იმ წაღანო ჩამოთვალეთ მოწყვლადი, სიკვდილ ტკივილგამცდელი, მოკვდავი სხეულისა. მიდრეკილი ვართ ცოდვისაკენ და ასე შემდეგ, რაც დაცემული ბუნება ქვია, რომელიც ჩვენ აგვაქვს. ეს სწორედ ამ ცოდვით დაცემის შედეგად მივიღეთ მემკვიდრეობით ადამიანისაგან და პიროვნულად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვეცოდავს.